მე მქონდა ბედნიერება, რომ 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმის მოვლენებს მოვსწრებოდი, თუმცა რა თქმა უნდა, მაშინ რეფერენდუმში მონაწილეობის გასაკობრივი შესაძლებლობა არ ჰქონდა. დღეს 1991 წლის 31 მარტიდან 35 წელი გავიდა, ერთგვარი ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე მაღალი კვანტური წერტილი, ანუ დამოუკიდებლობის თვის ჩატარებული რეფერენდუმი და მეორე მხრივ დღე, როდესაც პატრიარქის გარდაცვალების შემდგომი დღეებია საქართველოში, ეხლაც როდესაც ერიკლავ ერთიანობის მაძიებელია ყოველ შემთხვევაში ეს მდგომარეობა. მაშინ ციფრები 99 და რაღაცა ზედა პროცენტები ნიშნავდა სრულ ჰარმონიასა და კოჰერენტულობას. მაშინ საქართველო იყო ერთიანი ზე ატომი. აი რატომ დაირღვა ეს ერთობა მერე და რა უნდა ისწავლოს ერმა. ისტორიული, მეცნიერული და ბიბლიური თვალსაზრისით. პირველი, ენერგიის შენარჩუნების კანონი. ფიზიკაში არსებობს მდგომარეობა, როდესაც სისტემა აღწევს პიკურ ენერგიას, მაგრამ თუ მას არ აქვს სტაბილური დამიწება ბრჭყალებში, ის ენერგია ფეთქდება და 1991 წლის 31 მარტს ჩვენ მივაღწიეთ მაქსიმალურ სიხშირეს. მაგრამ ერმა ვერ შეძლო ამ ენერგიის შენარჩუნება ყოველდღიური პასუხისმგებლობაში. როგორც კი ეს გამარჯვების ეიფორია დასრულდა, სისტემაში შემოვიდა გარეხმაური, ანუ ინფორმაციული დივერსიები. ტრის მოქმედება იყო ეს ინფორმაციული დივერსიები, რამაც გამოიწვია დეკოჰერენცია, ანუ ერთიანობის დაშლა. ანუ თავისუფლების მოპოვება. იგივე რეფერენდუმი არის ერთჯერადი კვანტური ნახტომი, ხოლო თავისუფლების შენარჩუნება ეს არის უწყვეტი ენერგეტიკული შრომა. მეორე, ბიბლიური გაკვეთილი. რა არის? რა წერია იქ, ხო? სახლი, რომელიც თავისივე თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ამაზე ბიბლია მკაფიოდ გვაფრთხილებს იმ საფრთხეზე, რაც რეფერენდუმის შემდეგ დაგვემართა. სახლი გაიყო თავის წინააღმდეგ და ყოველი სამეფო თავისავე თავის წინააღმდეგ გაყოფილი დაირღვევა და დაცარიელდება და ასე შემდეგ. და ყოველი ქალაქი ამ სახლი თავისავე თავის წინააღმდეგ გაყოფილი ვერ გაძლებს. მე ხა ზუსტად ციტირება არ მომიყვანია, დაახლოებით ესეთი რაღაცებია მათეს სახარებაში, ხო? და ბიბლიაში. 1991 წელს ჩვენ ვიყავით ერთი სახლი, მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე თვეში დაუშვით შიდა დაყოფა. ძმათაკვლელი ომი და ეს ომი იყო სულიერი მოკლე ჩართვა. ჩვენმა მტერმა იცოდა, სანამ 99% ვართ, დაუძლებელნი ვიქნებოდით. ამიტომ დაარტყარა ქვეყანას, არამედ ერთობას ჩვენსას. მესამე, ქაოსის თეორია. ისტორიაში არსებობს ეგრეთ წოდებული პეპნის ეფექტი, როდესაც მცირე შეცდომას, თუნდაც ამბიციას, წყენას, დაპირისპირებას მოყვება კატასტროფული შედეგები, როგორც იყო ომი, ტერიტორიების დაკარგვა. 3.295.000 მეტი კის გვერდით არსებობდა მცირე, მაგრამ აგრესიული უარყოფითი ვექტორი. როდესაც ერმა დაკარგა სიფხიზლე, ეს მცირე ნეგატიური მუხტი გაძლიერდა და მთელი სისტემა ქაოსში ჩაითრია. ამ მაგალითზე უნდა გვესწავლოთ და ეხლა მაინც ვისწავლოთ, რომ ერი უნდა იყოს ფხიზლად. არა მხოლოდ მაშინ, როცა 99% ვართ დამოუკიდებლობისათვის ხლის მიცემი და ბედნიერი და ერთი, არამედ მაშინ, როცა 1% იწყებს ბზარის გაჩენას. და რა უნდა ვისწავლოთ ქართველმა ადამიანებმა დღეს ამაზე? ჩემი როგორც ისტორიკოსის ვალდებულება ვახსენო კავშირი 1991 წლის 31 მარტსა და დღევანდელობას შორის, ანუ წუხარების გამო გამოწვეული ერთიანობას შორის. ერთობა არ არის მოცემულობა, მეგობრებო, ის არის პროცესი. 31 მარტმა გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, პატრიარქის წასვლამაც გვაჩვენა, რომ წუხარებით შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი. და მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არ დაუშვათ 99%-ის დაშლა 1%-იან ინტერესებად. გარემტერი ყოველთვის შიდა ბზარს ეძებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრაგედია დაიწყო არა საზღვრებზე, არამედ თბილისში. თბილისის ქუჩებში, მეგობრებო, თბილისის ქუჩებში გაჩენილ სიძულვილში.
დღევანდელი დებატებიც პატრიარქის მემკვიდრეზე არ უნდა იქცეს ახალ ბზარად. 1991 წლის რეფერენდუმზე ნათქვამი დიახ იყო ფიცი. ამ ფიცის გატეხა მოიტანა უბედურება. დღესაც იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ეკლესიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენი ფიცი, რომ პატრიარქის ანდერძის, მშვიდობის და სიყვარულის ერთგულება არის, ეს ფიცი არ უნდა დაირღვეს. დღეს 31 მარტია, დღე როცა 99%-მა ერთხმად თქვით დიახ. ისტორიამ გვასწავლა, რა ძვირი ჯდება ამ ერთობის დაკარგვა. ომი, დანაკარგები და ტკივილი არ გვაქვს, ამიტომ აქედან გამომდინარე უფლება იგივე შეცდომა დავუშვათ დღესაც. ჩვენი ძალა კოჰერენტულობაშია, ანუ ერთიანობაშია. ბიბლიურად ეს არის სიყვარულში. ნუ დავყოფთ სახლს, რათა ისევ არ დავცარიერდეთ. 31 მარტის გაკვეთილი არის ერთი. ერთობა არის ერთადერთი იარაღი, რომლის წინაშეც გარემტერი უძლური არის და უძლური იქნება.